ეხლა სტუმრად ყავს ადამიანი, რომელიც დარწმუნებულები ვართ, რომ ბევრისთვის იქნება შთაგონების წყარო, ვერა აპულაძე, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი. მოგბრძანდით ვერა? გამარჯობა. ვერას ისტორია დაგვარწმუნებს იმაში, რომ ფარხმალი არასდროს უნდა დავყაროთ და ყოველთვის უნდა ვიყოთ შეუპოვარი. ვიქნები თუ იმისთვის მაინც ვიქნები მოტივაციის. ყვავილი მივართვათ ჩვენ საერთაშორისო მოტივაციის მიმცემი რომ წინ გადადგას კიდევ ერთი პატარა ნაბიჯი, ყველას ულოცავ 8 მარტს, 3 მარტს ყველა დედას, მთელი მარტის თვე და ზოგადად ძალიან აქტიური გახდა, რომ ყველა დღე ჩვენია და რეალურად დამეთანხმებით ალბათ მამაკაცები, რომ სწორი მიდგომა სწორედ ეს არის, რომ ყველა დღე ჩვენია, თქვენიც, ჩვენიც და ერთმანეთის მხარდაჭერის. ნუ ჩემ ამბავს რაც შეეხება ჩვენ რისი თქმაც მინდა და რის გაჟღერებაც მინდა უპირველესად ქალებთან, ეგ არის რომ არ არსებობს ყველა ბარიერი უმეტესად ჩვენი მოგონილია, ჩვენი მენტალური გამოძახილია, საზოგადოების აღზრდის, თაობების და ასე შემდეგ. ყველა ერთმანეთზე ვახდენთ ზეგავლენას. ერთ-ერთი პირველი რითიც საერთოდ ჩემ თავზე მუშაობა დავიწყე ის იყო და აღმოვაჩინე და სტერეოტიპებს ეს ვთქვათ შევეჯახე, ეს იყო ახალგაზრდა ძალიან პატარა ასაკში დედობა და პლუს სწავლა პარალელურ რეჟიმში. იყო პერიოდი, როცა მეგონა რომ საერთოდ ვერ შევძლებდი რაიმე სახის კარიერის შექმნას. ძალიან რთული და თამდევი პროცესია ეს იმ შემთხვევაში, როდესაც რთული ამოვარო პატარა ბავშვს, იყო სტუდენტი და რაღაცნაირად დრო არ გრჩება კარიერას და ფერად მომავალზე. ფიქრის პლუს ამას დაემთხვა ჩემ შემთხვევაში ქალაქის, საცხოვრებელი ქალაქის ცვლილება, მოვხდი ბათუმში, თქვენს და ჩვენს ულამაზეს ქალაქში დღეს უკვე თავისუფლად ამაყად ვამბობ რომ ჩემიც არის და ძალიან მადლიერი ვარ ამ ქალაქის. თუმცა იყო პერიოდი, როდესაც აქ ჩამოვედი, ერთი ნაცნობიც კი არ მყავდა, მახსოვს ცხოვრობდი ქუჩებში დავდიოდი, ქუჩის სახელებს ვიმახსოვრებდი და უბრალოდ ადამიანებს ვისალმებოდი. ესენი ნელა გავიცანი ყველა დღემდე მინდა და ძალიან მადლიერი ვარ ჩემი სამსახურის, ჩემი დამსაქმებლის, იმიტომ რომ აი დიპლომით ხელში პატარა ბავშვით, ესე ვთქვათ და მეუღლით მხოლოდ დიპლომში ჩაწერილი სხვა პროფესიით მოხდი სხვა სამუშაო ადგილ, როგორც ხდება დღეს და არავის არც ერთ ქალს არ უნდა კონდეს შიში, რომ რაღაც უწერია დიპლომში და ეს განსაზღვრავს მის კარიერას და სამუშაოს და დიახ, პროფესიულ იდენტობას, იმიტომ რომ ისე როგორც არასდროს მე მგონი დღეს ჩვენ ქვეყანაში ძალიან გაადვილდა თუ კი მოინდომებ შეიძინო ახალი პროფესია. საკმაოდ ბევრი ციფრული პროფესია წამოვიდა წინ, რომელსაც მონდომების, სურვილის, აქტიურობის შემთხვევაში საკმაოდ მოკლე ვადებში შეგიძლია დაეუფლო. ეს გრძელვადიანი პროცესია, შემდგომ უკვე რამდენად დახელოვნდები და პროფესიონალი გახდები, თუმცა მალევე შეიძლება რაღაც საფუძვლებს ეს ვთქვათ შეეხო. ვერა ძალიან ბევრ თემას შევეხეთ, ახლა თითოეული იმსახურებს უფრო ღრმად გაშლას ნამდვილად. იგივე ახალ ქალაქში ადაპტაცია ძალიან ბევრ შიშთან არის დაკავშირებული. სრულიად უცხო ხარ, ბავშვით ხელში. მოგვიყევი ეს შფოთი შიში როგორ გადალახეთ? თქვენ დაგნიშნეთ რომ მე ადამიანს ვესალმებოდი. ეს იქ ეს კომუნიკაციის უნარები დაგეხმარეთ. კიდევ რა უნარები დაგეხმარეთ იმაში რომ ადაპტირებული იყო ჩემი დღევანდელი პროფესიის განსაზღვრელი, ესე დამინახა ხალხმა, ვინც ვიპოვე და ვისთანაც დავიწყე ჩემი პირველი კარიერული ნაბიჯების გადადგმა, იმიტომ რომ ზოგადად შეუძლებელია და ადამიანებს ძალიან ბევრი აქვთ სამუშაო და ჩემი აზრით ყველამ უნდა იმუშაოს, მიუხედავად იმისა, რამდენად ადვილად კომუნიცირებს ადამიანებთან მის დახვეწაზე. დღევანდელი როგორი AI სისტემებიც არ უნდა მოვიგონოთ და მოიგონონ და ჩაეშვას წარმო ეს გვიადვილებს ცხოვრებას, რა თქმა უნდა, მაგრამ რეალურ კომუნიკაციას და ემოციებს ნაკლებად ცვლის ხოლმე. ეს იყო ჩემი მთავარი მახასიათებელი და ვფიქრობ, რომ დღემდე ძალიან დიდ ბედნიერებას მაინჭებს ადამიანებთან ურთიერთობა. მით უმეტეს დღეს, როდესაც წარმოადგენ აი კომპანიას, ბრენდს, ვქმნი, უზრუნველყოფ მის, ეს ვთქვათ, PR კამპანიებს და პოზიციონირებას, ნდობას, რომელიც მთავარი ვალუტაა ყველანაირ ურთიერთობაში. აი ნამდვილად როგორც ჩემი ერთი. ვერა, იცი რა მაინტერესებს რა თემას შევეხოთ? აი
ქალი ქალისთვის როგორ შეიძლება იქცეს ინსპირაციად ან პირიქით დესტრუქციად. იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიცით, რომ პატრიარქალურმა სისტემამ შეიძლება კი დანერგა ეს სტერეოტიპები, თუმცა ძალიან ხშირად ქალბატონები თავად ეუბნებიან ქალბატონებს საყვედურს იმასთან დაკავშირებით, რომ აი ახლა რანაირი დედა ხარ, საღამოს 7 საათამდე მუშაობ და აი ასე ნაკლებ კომპლიმენტს ხო ქალბატონს? ნაკლებ კომპლიმენტს. მქონია გამოცდილება მაგასთან დაკავშირებით, როდესაც დავიწყე მუშაობა და ვთქვი, აღნიშნე რომ უცხო ქალაქში მუშაობდი, ვიყავით მე, ჩემი 5 წლის შვილი და მეუღლე მხოლოდ. ამას იმიტომ უსვამ ხაზს, რომ წარმოიდგინოთ, როდესაც არ გყავს ერთი ადამიანი მშობელი იქნება ეს მეზობელი მეგობარი და ასე შემდეგ, ვინც შეგეხიდება უცებ გარკვეულ ნაწილში, ხო? ყოველთვის მოდიოდა ადამიანებისგან, რომ აი full time jobs-ზე ხარ და შენ ხა ბავშვისთვის ნაკლები დრო გრჩება, მეუღლეც ასევე სრული ესე ვთქვათ გრაფიკით მუშაობს და სად აი ბავშვს ყურადღება აკლია, მოდის ეს განცდა. დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ ჩემმა შვილმა დამწერა გუშინდელ მისალოც ბარათში, რომ ისეთი ქალი მინდა ვიყო, როგორც ხარ შენ. და ამიტომ ამ სიტყვებით ზუსტად ამაზე ვფიქრობდი გუშინ, რომ ესე იგი ის ყველა გაცდენილი წუთი, რომელიც ჩემ შვილთან ვირი გავატარე, სწორი გზა მიეცა იმ წუთებს და სწორი შედეგი დაადო, იმიტომ რომ რამდენადაც ჩვენ არ უნდა ვეცადოთ, რომ თან გადავყვეთ, შვილი იქნება მეუღლე იქნება თუ ასე შემდეგ. უპირველესად შენ განისაზღვრები მათ თვალშიც, შენი იდენტობით, ინტერესებით, ყურადღებით, ამას ვერ გასცემ, ამ სიყვარულს ვერ გასცემ, თუ შენ არ ვიყარ შენი თავი. შენ არ ისრუნებ შენ განვითარებაზე, დასაქმებულ. ვერავისთვის ვერ იქნები მაგალითი თუ არ შექმენი შენ თავში პირველ რიგში საინტერესო, კი. იმიტომ რომ ყველაფერი გაცვლადია. ჩვენ ვცვლით ემოციებს, ჩვენ ვცვლით გამოცდილებას, ყოველი ტრენინგის დაწყების წინ კითხვას ვსვამენ ხოლმე, ალბათ თქვენც მუდმივ განვითარებაზე ვინც სრულობს, აი რა ასელით ამ ტრენინგიდან, რა ასელით ამ შეხვედრიდან ჩვენ ხომ მოლოდინი არ გვაქვს, რომ დღეს იქნება ეს 20 წუთიანი სტუმრობა თუ ვთქვათ 20 დღიანი ტრენინგი, რომ რაღაცა გრანდიოზულს ვისწავლით, მაგრამ გამოცდილებას უზიარებთ ერთმანეთს. ქალებმა ეს ყველაზე კარგად უნდა გააკეთონ. წინა კაცი უკანა კაცის ხიდიაო, ესეთი გამოთქმა არსებობს და მე ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ მე თუ შენზე ერთი ნაბიჯით წინ ვარ, მე ვალდებულიც ვარ, მოვიხედო და შენც გადაგადგმევინო ეს ნაბიჯი. ჩვენ ქალაქს აქვს ძალიან ბევრი და მიუხედავად მისი მცირე მასშტაბების კარგი შესაძლებლობა არსებობს უამრავი საერთო ინტერესების კლუბები, რა ვიცი, წრეები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო მაგალითად მე არ შემიძლია არ აღვნიშნო, არსებობს წიგნის კლუბი ჩვენს ქალაქში, სადაც ქალებმა მოვიყარეთ თავი და რატომ ვამბობ ამას. ძალიან მნიშვნელოვანია ვეცადოთ მოხვდეთ ისეთ გარემოში, სადაც მხარს დაგვიჭერენ, საერთო ინტერესებს ვიპოვით. აი ვიღაც გეტყვის, რომ ყოჩახ, დამაგარი, აი რაღაც კარგი, თქვი რაღაცა კარგს ქმნი, იცი რა მეც მაინტერესებს, რაც შენ გაინტერესებს და ამის გამოთქმა ხმამაღლა თქვენ ზოგადად რატომღაც უჭერთ ადამიანებს? ვერა, მაინტერესებს როგორ უნდა მოახერხოს თანამედროვე ქალბატონმა დაიცვას ბალანსი ოჯახსა და სამსახურს შორის. იყოს კარგი კადრი, წარმატებული კადრი, პროფესიონალი სამსახურში ყველასათვის საყვარელი და ასევე იყოს მზრუნველი მეუღლე, კარგი დედა. საინტერესოა ეს ბალანსი როგორ უნდა დაიცვას თანამედროვე ქალბატონმა. ყველაფერი ძალიან მარტივად შემიძლია ამ კითხვაზე გიყოს. საერთოდ არის ეს მოთხოვნები რელევანტური, რომ უნდა იყოს კარგი დედა, კარგი თანამშრომელიც უნდა იყოს ლამაზიც, უნდა იყოს სასურველიც და ასე შემდეგ. ყველაფერს უფრო დიდ ხარისხში გთხოვთ ხოლმე ქალბატონს, რატომღაც და რთული არის ალბათ, ხო? თან იყოს სასურველი, თან იყოს კარგი დედა, თან ხაჭაპურში გქონდეს ხელი, თან იყოს კარგი კადრი და თან აქედან ასე იქნება სტერეოტიპები. ზუსტად ესე იქნება სტერეოტიპები და ჩვენ განსაზღვრავთ, იდეაში უნდა განსაზღვრავდეთ ამ სტერეოტიპებს, რამდენად მოუშვებთ ჩვენამდე, ხო? ჩვენ კარგი დედა შეგიძლია იყოს კარგი კადრი ყოველთვის რელევანტურია. ჩემი რეცეპტი ამ თუ კი გამომდის და რა ვიცი, აი ფიქრობ ცუდად არ გამომდის თუ იდეალურად ფეირ ფიზიკურად არის პრიორიტეტების განსაზღვრა. და time management-ი. დროის მენეჯმენტი. ეს ორი რაღაცა გეხმარება, რომ
იქაც იყო. მე ჩემი პროფესიიდან PR სპეციალისტი გახლავარ, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, მიწევს უამრავი ეს ვთქვათ, სულ action-ში ვარ, სადღაც წასვლა, რაღაცის ორგანიზება, რაღაცის გაკეთება, ერთდროულად შეიძლება ერთი დღის, ორი დღის ჭრილში იყო ერთ ქალაქში, მეორე ქალაქში, მესამე ქალაქში და რაღაცა მოძრაობაში. თუ სწორად პრიორიტეტები არ გადავანაწილეთ და დროის მენეჯმენტით არ განსაზღვროთ რა არის მე, როგორ ძალიან რთულია ჩვენ ზოგადად მე უფრო მეტი მოთხოვნილება ხარსებს ხალის მიმართ კიდე შეიძლება მაგას ესეც ძალიან მტკივნეული თემაა მე მაგალითად აი რაც ვისაუბრეთ აი პატარა ასაკში დედობა და მე უცხო ქალაქი განვითარება სამსახურის პოვნა საქმის პოვნა მე არ დამიწყია PR სპეციალისტობით და მენეჯერი ეგრევე არ გამختار სულ სხვა პოზიციით დავიწყე და უბრალოდ მე მომეცა საშუალება და მომცეს საშუალება რომ ჩემში ეს ნიჭი აღმომეჩინა და განმევითარებინა ეს არის შეუძლებელი იქნებოდა თუ არა ეგ სხვა თემა, მაგრამ ძალიან რთული იქნებოდა რომ არა მეუღლის მხარდაჭერა მაგალითად და უდიდეს როლს თამაშობს ის მეუღლე იქნება თუ რაღაცა შენ პარტნიორი. კი, ეს არის უმნიშვნელოვანესი, კრიტიკულად მნიშვნელოვანი მე ასე ვიტყოდი, იმიტომ რომ მე მინდა თქვა ეგეთი რაღაცა, აი ძალიან თვით დაჯერებით და მაბედნიერებს ეს ფაქტი მაგალითად, რომ ჩვენს ოჯახში არ არსებობს კაცის და ქალის საქმის ცნება. როცა მე არ ვარ ვიცი რომ ის ორივესას აკეთებს, როცა ის არ არის თავად იცის რომ მე ორივესას ვაკეთებ. ეს არის მნიშვნელოვანი, იგივე ყოფითი წვრილმანებით დაწყებულია. არ არის ქალის საქმე მაგრამ პრობლემა ის დრაში აღზრდაშია. რატომღაც აი დავაკვირდა, თუნდაც დღეს ეხა ჩვენ გვიყურებენ მაყურებლები, რომელსაც შვილები ყავთ სახლში და თამაშობენ, ხო, გოგო და ბიჭი სიტუაცია. მე ხა ერთი გოგო მყავს, ამიტომ ეს არ მომწევია, უბრალოდ ჩემი პირადი დაკვირვებით და ესე ვთქვათ, ფსიქოლოგიური კვლევებით დასტურდება და ჩემი მოგონილი არ არის. აი ინსტინქტურად ბავშვებს, გოგონებს ვყიდულობთ ხოლმე თოჯინებს და ვეუბნებით, რომ აბა სამზარეულოში ითამაშე, ეხა მე შენ მოგიტან რაღაცა კარგ ლამაზ კაბებს, სამზარეულოს აქსესუარებს და ბიჭებს ყოველთვის მანქანას ჩუქნით ხოლმე რაღაცა ისეთ საინტერესო და რატომღაც შთავაგონებთ რომ აი შენ უნდა იყო ყველაფრის რაღაც შენ ხრებზე იტვირთო ოჯახის რჩენა და შენ უნდა რატომღაც აი ბარბებით ითამაშო შვილები განზარდო საჭმელი აჭამ და ასე შენ ესე იქნება სტერეოტიპები ეს სტერეოტიპები ოღონდ ერთ დღეში არ იქნება ჩვენი ბავშვობიდანაც მოდის ეს ძალიან გლობალური მრავალმხრივი და ესეთი თემა არ არის ვერ შედერ დავაწვრილებთ ამ თემას. თუმცა, აი მართლა ჩვენ დაუნებურად ხდება, იმიტომ რომ ჩვენზე სხვა თაობა მოახდინაზე გავლენა. ამის ცვლილებებს ალბათ თაობათა ცვლა დაჭერდება. ეს მიმდინარე პროცესია უკვე დაკვირვებით. რა თქმა უნდა და მე ვიმედოვნებ, რომ ეს ნელ-ნელა ძალიან ეს ვთქვათ დაიხვეწება. ოღონდ ეს არის გასაკეთებელი ძალიან ეთიკურად, ძალიან სწორად, ფაქიზად, იმიტომ რომ თითოეული გაჟღერებული სიტყვა იქნება ეს ქალის ქალთან, დედის შვილთან, მამაკაცის ქალთან, პარტნიორთან თუ კოლეგის კოლეგასთან არის უმნიშვნელოვანესი ზუსტად იმიტომ რაც აღნიშნეთ, რომ ჩვენ ვართ ერთმანეთის мотиваციის მიმცემით და შანსების დამკარგავი, შანსებში გულისხმობ თვით დაჯერებას. ქალებს მინდა უთხრათ რომ არ ელოდონ ესეთი რაღაც მინდა ჩამოვაყალიბო არ ელოდონ რომ ვიღაც მოვა მიუხედავად ამისა რაც ვისაუბრე ვიღაც მოვა და ეტყვით რომ აი ცადე რაღაცა ცადე სხვა ცადე დაანგრიე სტერეოტიპი რომ რაღაც ისწავლე და აი ხა ელოდები საუკეთესო მომენტს რომ დაიწყო თქვათ მუშაობა აი ამით არ დაელოდო ამ მომენტს იპოვე რაღაც შენი სხვა შენ უნდა გამოიყო ანუ შენ უნდა ესე როგორც ხანდახან მიყვარს ხოლმე როცა დაღლილი ვარ ხოლმე ხუმრობ ჩემ მეგობრებთან რომ აი ჩემი თავიდან წარმოვიდგენ როგორ გამოვდივარ მეთქი და როგორ ვაყენებ ანუ მართლა ყოველს ქონია ალბათ ეგ მომენტი ხო როცა ძალიან გვიჭირს არ არის საჭირო რომ იყოს ფინანსური ან ფიზიკური გაჭირვება მენტალურ სირთულეებზე ძალიან ბევრი უნდა ვისაუბროთ ხო და ესე შენით თუ არ გამოიყვანე შენი თავი და
ჩაკეტილობას არ უნდა მივცეთ საშუალება ბოლომდე დაგვიყუროს, იმიტომ რომ მართლა მახსოვს და მეცინება გამოვდიოდი ქუჩაში და არავის არ ვიცი. ეხლა მაშინ ჩემით ვიღაცასთან არ მისულიყავი და მე თქვა გამარჯობა. მე შეიძლება დღესაც ყოფილიყავი, განაც ცუდად კი არა. არის ქალთა კატეგორია, რომელიც ირჩევს ამას და მე უდიდეს პატივს ვცემ, რომ იყოს კარგი დედა. მე ვერც შევეჯიბრები მათ, იმიტომ რომ ზოგი იბადება დედად. მაგალითად, ხო? ზოგი პროფესიით არის ბებია. აი მართლა ეს ჩემი უდიდესი პატივისცემა ამ ადამიანებს. მე ვსაუბრობ იმ ქალებზე, რომლებსაც უნდათ ადაპტირება, რომლებსაც უნდათ წარმატებული კარიერა ოჯახის გვერდით თუ ზოგადად დამოუკიდებლად და რაღაცებს ვერ ბედავენ. ვერ ბედავენ გამოჩენას, ვერ ბედავენ თქმას, რომ აი რაღაც შემიძლია, ან ეჭვიეპარებათ, თუ არ ვცადეთ და კიდევ უმნიშვნელოვანესია ვიცოდეთ რა გვინდა. ეს არის ძალიან თითქოს მარტივი ვიცით ხო აი რა გვინდა. ძალიან რთული, ყველაზე რთული. ამ დროს იმდენად ღრმა, თუ მართლა იცი რა გინდა, ჩათვალე რომ საქმის ნახევარი თუ არა რაღაც პროცენტი გაკეთებული გაქვს, მნიშვნელოვანი ნაწილი, იმიტომ რომ ეგიც ალბათ ეგეც საკუთარი თავიდან მოდის, ჯერ უნდა მოძებნო შენში ძალა, რომ მე განსაზღვრო რა გინდა და რა გინდას რომ განსაზღვრო, მე გადადგა ნაბიჯები იმისთვის, რაც შენი მიზანია. აი ჩემი PR სპეციალისტობაც მთლიანად მაგაზია აგებული, რომ საზღვრავთ ბრენდის ისტორიას, კომპანიის ისტორიას, რა გვინდა, მიზანი რა არის და მე ვქმნით რაღაცა აი დობას ნაბიჯებს განსაზღვრავთ, მიდის ეს ყველაფერი რაღაც კონკრეტული კალაპოტით. დღეს იმდენი გამოწვევაა თუნდაც ჩემს სფეროში, იმდენი გამოწვევაა აი დღეში რომ დავფიქრდეთ, რამდენი სიახლე ჟღერდება. აი დილიდან საღამომდე რომ დავითვალოთ, კი ცხოვრებაში, სოციალურ ქსელში, აი 10, 20, 30 მეტი თუ არა. ისე რთულია შენი თავი დაანახო ხალხს აი ამ სივრცეში, აი ამ არეულობაში და სიმრავლეში შენი ბრენდი დაანახო, შენი კომპანია დაანახო, სწორი მესიჯები გააჟღერო, დაამახსოვრო ამადენ ნიუსში თავი თუ კომპანია თუ ამბავი, რის თქმაც შენ გინდა ადამიანს ისე როგორც გინდა თან. უბრალოდ კი არა რომ რაღაც დაგიმახსოვრო, რაღაც შენ კარგი პროექტი დაიწყე, ან შენ კარგი კომპანია ხარ, ან შენ რაღაცა ჭკვიანი და კარგი ფსიქოლოგი ხარ, ან PR სპეციალისტი ხარ, ან წამყვანი ხარ, წამყვანებს კიდევ უფრო მეტად გაქვთ შანსი, იმიტომ რომ ეკრანზე ჩანხართ და ხალხს უყვარს თქვენ პირდაპირ ასოცირდებით, სახეებით გცნობენ და ასე შემდეგ. და ყოველთვის გვინდა სწორი გზავნილები გავაგზავნოთ. და აი თქვენ ხართ პატარა ელჩები მართლა ამ ამბავში, რომ საშუალება მისცეთ სწორ ადამიანებს სწორ ადგილზე გააჟღერონ სამოტივაციო თუნდაც ფრაზები. ერთი ადამიანი მაინც გაითვალისწინებს, არ არსებობს, ყველა სიტყვას ყავს მისი სამიზნე აუდიტორია და იმ სამიზნე აუდიტორიაში ამ გასროლი დადებით სიტყვას აუცილებლად ეყოლება გამომყენებელი სწორად. ჩვენი მიზანით ალბათ ვფიქრობ ეგ არის, რომ რაღაცნაირად ერთმანეთის მხარდაჭერა სწორი აქცენტების გაკეთება და ქალები მით უმეტეს, აი ქალთა ერთობას მართლა ისტორიულად ცნობილია, რომ ძალიან ბევრი კარგი საქმე. ჯვამარტის კონცეფცია და ისტორია სწორედ ამაზე დგას, ქალთა ერთიანობა. უღმესი მადლობა. მადლობა თქვენ, რომ მომეწეთ საუბრა ესეთ მნიშვნელოვან თემებზე. ყველა საინტერესო იყო. მადლობა უღმეს. მადლობა, გაიხარეთ.